საქართველოში სექსი და სექსუალური პრობლემები დღეს მრავალი ადამიანის მიერ კვლავ არის ტაბუდადებული და ხშირ შემთხვევაში, როდესაც მათ ცხოვრებაში ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის პრობლემები წარმოიშვება, მათ არ იციან ვის მიმართონ და ზოგადად გამოერკვიონ რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი. სწორედ ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, ასე რომ ჩამოჯექით. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი ჩამოჯექის სტუმარი გახლავთ სექსოლოგი და პროფესორი ბატონი ზურაბ მაშანია, რომთან ერთადაც განვიხილავთ ჩვენ ისეთ თემებს, რომლებსაც ცოტა ტაბუდადებული არის კიდევ დღეს სამწუხაროდ და ერთად გავიგეთ რა პრობლემები არსებობს ზოგადად სექსუალური ჯანმრთელობის მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა, დიაგნოზის დასმა და ასე შემდეგ, რაც უნდა მიიღდეს ყურადღება. აქვე სანამ უშუალოდ გადავალთ ჩვენ ამ თემაზე სასაუბრად, ბატონ ზურაბ, მე უნდა მიმართო რომ სპონსორი გჭირდება ჩვენ ნაბიჯს ეხავთ ჩვენ YouTube არხზე და ამიტომ გჭირდება სპონსორები და ანუ ასეთ კარგ ადამიანებს, კარგი სპონსორიც კარგ შედეგზე გაგვიყვანს. მეც მოვუწოდებ გვანცა ჩვენ მაყურებელს, რაც შეიძლება მეტი ლაიქები დასვას. გამოწეროს ჩვენი პოდკასტი. და ამით ხელს უწყობს ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას. ძალიან დიდი მადლობა. თუნდაც სქესობრივი განათლების ამაღლებას საქართველოში და არა მარტო. ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. მე ძალიან დიდი მადლობა მივედებით და თქვენ დამთანხმდით. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალბედა რო ხარ რაღაც საქმეში და მხარს მიჭერენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დიდი მადლობა. ახალბედას უნდა უფრო დახმარება საერთოდ. კი ბატონო. ასე რომ მადლობა შენს მოწვევისათვის. ბატონო ზურაბ, საერთოდ უშუალოდ გადავალთ ძირითად საკითხზე, მე მაინტერესებს თავის დროზე, როდესაც სექსი და ზოგადად სექსუალური პრობლემები უფრო მეტად ტაბუდადებული რომ იყო, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით დასრულებავთ. იმ პერიოდში ჯერ კიდევ ხო? აი ეს როგორ მოხდა, რატო გადაწყვიტეთ, რა იყო ამის მიზეზი, ან იცი რა ვიცი. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. ჯერ ერთი სასიამოვნო ახალგაზრდობის გახსენება. მე 30 წელს სულ ცოტათი ვიყავი გადაცილებული, როდესაც გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება, ჩემი პროფესიული კარიერა სექსოლოგისთვის და მე კავშირებინა. თვითონ ექიმად მანამდეც მუშაობდი, წელს შეგვისრულდა მე და ჩემ თანაკურსელებს 45 წელი ჩვენი საექიმო საქმიანობის დაწყებიდან. ენდოკრინოლოგიაში დავიცავი დისერტაცია. მუშაობდი ჟორდანიას ინსტიტუტში მუშაობდი. სარგინდა ახლა უკეთეს ადგილზე რო იმუშაო. და ეთყობა აი ჟორდანიას ინსტიტუტში ჩემმა ასე ვთქვათ მუშაობამ და იქაორმა გარემომ და ჩემმა კოლეგებმა მიბიძგა მე რომ არჩევანი გამეკეთებინა სექსოლოგიაზე. ახლა ფლათ შორს არ ვიყავი, იმიტომ რომ მე ვიყავი ანდროლოგიის გაყოფილების ხელმძღვანელი, შეიძლება ბევრმა არის ანდროლოგია რა არის. არ ვიცი გამოგიტყურებით. ანდროლოგია ეს არის აი მამაკაცის მეცნიერება მამაკაცის შესწავლის შესახებ. ძირითადი ხლა გამსაზღვრელი ეს არის მამაკაცის, რა თქმა უნდა, სასქესო სისტემა, ენდოკრინული სისტემა და ხო მე ენდოკრინოლოგი ვიყავი და აი ჩაუდექი სათავეში მაგ სერიოზულ, ასე ვთქვათ, მიმართულებას ჟორდანიას ინსტიტუტში. აი ამან იმოქმედა, რა თქმა უნდა, და რა თქმა უნდა, ახლა რა არის, მე მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია დაგეთანხმოთ იმაში, რომ სექსი ტაბუირებული იყო. რა თქმა უნდა, ესე იგი სექსი არ არსებობდა. საუბარი, აი ნებისმიერი საუბარი, განსაკუთრებით აი მედიაში. ლაპარაკი არ არის პროფესიულ მედიაზე, სამედიცინო, ასე ვთქვათ, ჟურნალები, სამედიცინო გამოცემები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული მაგ თემაში. მე ვფიქრობ უფრო აქტიურად ვიდრე დღეს. სტატისტიკა ხა თქვენზე კარგად ეს არავის არ ეცოდინება. აი მომართვიანობის მხრივ მაგალითად. ხო, აი სტატისტიკა ადრე რა მდგომარეობა იყო, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს და კარგი იქნება თუ საზღვრად კიდევ თუ შემოვიყვანთ ჩვენ სქესს.
იმიტომ რომ მისდევენ ქალების. კი ბატონო, გვანცა სულ ესე იგი შესანიშნავ კითხვებს ვაუც და ხანდახან ეჭვმებადება თქვენ ხომ არა ხართ ეკები სექსოლოგი და მიმალავდით მაგას. არა. შეიძლება. ოდესღაც გახდეთ რატომ ახალგაზრდა ხართ. ეხლა რა შეეცით საქმე გეთანხმებით ის რომ მიდიოდა კვლევა ის რომ ვითარდებოდა ფაქტიურად შეიძლება ითქვას ფერზე დადგა ეს მეცნიერება მედიცინის ეს დარგი ეს არ ნიშნავს იმას რომ სქესობრივი განათლება იყო მაღალი არა იყო ძალიან დაბალი განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში მომართვიანობა აი მაგალითად მე ვერ ვიტყვი რომ აი ჩემი როგორც ექიმი სექსოლოგი სექსოპათოლოგი ვიყავი მაშინ პრაქტიკული მუშაობის დასაწყისში იყო რაღაცა პაციენტების ნაკლებობა პირიქით იყო უამრავი პაციენტი იმიტომ რომ მოთხოვნა იყო იცით ესე იგი არაფერი მსგავსი ასე ვთქვათ სამედიცინო სერვისი იმ პერიოდში ნუ არ იყო რა ესე მასიურად შესაბამისად ესე იგი მოთხოვნა არსებობდა ადამიანებში და მოდიოდნენ ჩემთან მაგრამ აი მომართვიანობა იყო ძალიან საინტერესოდ განაწილებული გენდერული თვალსაზრისით აი უნიკალურად აი 80-იანი წლების მიწურულს აი 1000 პაციენტიდან ერთი იყო მარტო ქალი. როდესაც დღეს მაგალითად ჩემ პაციენტებში ვავიღოთ ისე საშუალო სტატისტიკული 1000 ჩემი პაციენტი, ხო? ქალების რაოდენობა 300-მდე მიდის. ესე იგი 0.1%-დან მოხდა ესე იგი ესეთი ნახტობისებური ზრდა 30%-მდე. ეს 30% ცოტაა. ხო. თუმცა ეს მიუთითებს იმას, რომ მაინც სქესობრივი განათლების დონე და შესაბამისად მოტივირებულობა ჩვენი ქალებისა არ არის საკმარისად მაღალი, ისეთი როგორიც არის მამაკაცებში. აჰა, წყვილები რამდენად ხშირად მოდიან, ითქია რომ მამაკაცი მოდის ან ქალბატონი და აი წყვილების მომართვენება ნებისმიერი ექიმი სექსოლოგი უნდა ცდილობდეს თავის საქმიანობაში რომ მუშაობა აწარმოოს წყვილთან, პარტნიორულ წყვილთან, სექსუალურ პარტნიორებთან. იმიტომ რომ სექსოლოგიის, კლინიკური სექსოლოგიის და საერთოდ აი სექსუალური დისფუნქციების მართვის მთავარი პრინციპი, ერთ-ერთი მთავარი, ხო, ერთადერთი არ არის, ხო. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის, ასე ვთქვათ, წყვილოვანი მიდგომა. აჰა. და ეს ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივად ასახსნელდა ლოგიკურ პრობლემაზეა დაფუძნებული. სექსი არ არის ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, რაღაც ფუნქცია. ეს წყვილის ფუნქცია სექსში ორი მონაწილეობს. ერთი ვერ იმონაწილეობს. შესაბამისად ეს არის, ასე ვთქვათ, წყვილის პრობლემა და წვილი ერთად უნდა აგვარებდეს ერთმანეთთან, აი სიყვარულით, როგორც აი ოჯახი იქმნება სიყვარულით, არა? ხო. და მიდიან სიცოცხლის ბოლომდე, ხო, მოყვარულს უყვარებს ხოდულობაში. ასევე აქაც რა, ჩართულობა ორივე სექსუალური პარტნიორისა, მამაკაცისაც და ქალისაც. და რაც მეტია ჩართულობა, უკეთესია բոլոր შედეგს ხოჭი. კი ბატონო. აი რა სიმპტომი უნდა იყოს ისეთი რა, ეს სიგნალის მიმთხვევი რა უკვე უნდა წავიდეს სექსოლოგი. იცით რა, ზოგს გონია რომ აი, როდესაც უკვე ჩამოყალიბდება რაღაც ну, ავადმყოფობა, ხო? ხო. აი ესეთი როგორიც არის ერექციული დისფუნქცია. აჰა. აი მხოლოდ მაშინ უნდა წახვიდე და ასე. ასე არ არის, იცით? ზოგჯერ არც ისე ადვილია პაციენტისთვის. პაციენტისთვის კი არა, ექიმისთვისაც რთულია. ხო, რა. ექიმისთვის რთულია, მე ვლაპარაკობ არასპეციალისტისთვის, სექსოლოგისთვის რთული არ უნდა იყოს. ხო. მაგრამ ბევრი ექიმისთვის ძალიან რთულია სექსუალური დისფუნქციის დიაგნოზის დასმა. არისმება ეს დიაგნოზები ხშირად და ну, რაზეა ლაპარაკი, როდესაც ეხება ეს ყველაფერი თვითონ პაციენტს, ხო? აი იმაში გარკვევა, რომ შენ რაღაცა პრობლემა გაქვს, აი ეს არის პირველი ნაბიჯი და ეს არ არის ადვილი, ეს რთულია ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა და აი რა არის ის ვთქვათ ესე, ну, აი პირველი შეიძლება ტრიგერი უწოდოთ ის რაც აი აიძულებს ადამიანს უკვე სერიოზულად მოკიდოს ხელი. რა თქმა უნდა დისჰარმონია.
აჰა. დისჰარმონიას ჩვენ სექსოლოგიაში უწოდებთ ქალსა და მამაკაცს შორის, ასე ვთქვათ, სექსუალურ ურთიერთობებში რაღაცა ბზარსაც ვერ ვიტყვი, აი რაღაც დაუშვათ პატარა დისკომფორტს. აჰა. იმ დისკომფორტს, რაც ადრე არ ყოფილა. ხო. რაღაც არაჯანსაღი სექსუალური ნუ როგორ იცით, არაჯანსაღი იმდენად რამდენად აი არ არის ისე კარგი, როგორც იყო ადრე. კარგია, მაგრამ ადრე უფრო კარგი იყო და ახლა ასაკი ახალგაზრდა აქვს, 11 უყვართ, ხო? რაშია საქმე? აჰა. აი აქ იწყება უკვე ძებნა, იწყებენ ესე იგი ექიმთან მისვლას. სამწუხაროდ ესე იგი თვითონ ირჩევენ აი ვისთან მივიდეს, როგორ მივიდეს. მე მაქვს მაგაზე კი. ჯანდაცვის სისტემა ამისთვის არ არის მზად ჩვენთან კი არა არც სხვაგან. დასავლეთში სხვათა შორის საკმაოდ სუსტია ეს ყველაფერი ეს რგოლი, რაც დაკავშირებულია სექსუალურ დისფუნქციებთან. ძალიან. ნუ ახლა არის გამონაკლისი რა თქმა უნდა დიდი ბრიტანეთი, სკანდინავია, ნაწილობრივ საფრანგეთი, ესპანეთი. მაგრამ ეს გამონაკლისია დანარჩენ ევროპაში მაგალითად, ბატონო? იქ სექსუალური განათლება აქვს. ძალიან მაღალი. ამიტომ ხო არ არის. ამიტომ არის ზუსტად ეს, იმიტომ რომ სექსუალური განათლების, ნუ აი საქართველოსთან შედარებით, აი კოსმოსურად მაღალი დონე, საშუალებას იძლევა იქ უბრალოდ მოხდეს ამ სექსუალური დისფუნქციების პრევენცია. კი ბატონო. უკეთესია საერთოდ ადამიანს რაღაც პრობლემა რო ეწყება, რა დაიწყოს ოჯახის ექიმიდან. აჰა. და შესაბამისად, აი ოჯახის ექიმის რელევანტური მომზადება, თუნდაც მას რო გქონდეს რაღაცა უნარჩვევები, რომ მიაგნოს, იფიქროს სექსუალური დისფუნქციის არსებობაზე. უნდა გქონდეს, როცა არა აქვს, როცა არ ასწავლიან არც უნივერსიტეტში, არ არსებობს არანაირი გადამზადების კურსები დაუშვათ ოჯახის ექიმისთვის, რომ მან ამ პრობლემასაც მიაპყროს ყურადღება. ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. იწყებენ ხანდისთან. საქართველოში ყველაზე პოპულარულია პირველი დაწყება ფსიქოლოგიდან. კაცო, ფსიქოლოგი საერთოდ ექიმი არ არის. ხო. ფსიქოლოგია არ არის მედიცინა. როცა ლაპარაკია ავადმყოფობაზე და მის მკურნალობაზე, უნდა მიხვიდე ექიმთან. ხო. და ჩვენთან ექიმთან იწყებენ. რა თქმა უნდა, შედეგი არანაირი, მხოლოდ ახლა ვკითხოთ, მე მინდოდა რომ ეკითხა. რადგანაც უკვე თქვენ გადახვედით რომ მიდიან ექიმთან. ნუ მიდიან მაგალითად უროლოგთან. მამაკაცი მიდის უროლოგთან, ხალი გინეკოლოგთან და აი არასწორი, ასე ვთქვათ, თავისი დასკვნებით აქ უნდა მივიდე ექიმთან და მე რას ვიღებ? არასწორად მიდის კურნალობა. რა არის, იცით, ესე იგი თვითონ ორიენტირებული უროლოგი და გინეკოლოგი უფრო არის არასექსუალური დისფუნქციისკენ, არამედ სხვა პრობლემებისკენ, რომელიც მის პრაქტიკაში უფრო ხშირია და რუტინულია. აჰა. ეს ნორმალურია. ხო. ამაში ნამდვილად არ შეიძლება დაადანაშაულო რა და ან რატო უნდა იცოდეს მაგალითად უროლოგმა და გინეკოლოგმა ისევე სიტყვაზე სექსოლოგია, როგორც თვითონ კლინიკურმა სექსოლოგმა ექიმმა. ხო. მაშინ რა თქმა ვიწრო სპეციალობები, მაშინ არ ყოფილა საჭირო. იყოს ერთი ექიმი და всё. ავიცენა რო იყო და ეს. ხო და გალენი და ჰიპოკრატე გათავდა რა, არ არის ეგრე რა და შესაბამისად, ესე იგი, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ ნეგატიურ შედეგებს, მაშინ, როდესაც ესე იგი, ექიმი, მომიჯნავე სპეციალობისაც, ან ოჯახის ექიმი, ან სხვა სპეციალობის ექიმი, რაღაცნაირად, აი, მისი ყურადღების მიღმა რჩება ეს სექსუალური დისფუნქცია. ეს არის ყველაზე ხშირი სიტუაცია. ან დაუშვათ ხედავს სექსუალურ დისფუნქციას და იწყებს მის მკურნალობას. როცა არის ძალიან მარტივი ფორმა, ესე იგი, ლაპარაკი არ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება მოგვარება, მაგრამ არის ისეთი, ასე ვთქვათ, მძიმე ფორმები, როცა ნუ ნამდვილად აღემატება მის კვალიფიკაციას ეს და ნუ რაღაცნაირად დახმარებისათვის კოლეგასთან მიმართვის ხშირად სხვენიათ ხოლმე. ამბობს არაფერი, მე არ მცვენია მაგალითად, როცა მინდა დახმარება, მე მივმართავ დახმარებისათვის კარდიოლოგებს. პაციენტის ის მოყვება, ხო? ნუ ამას ნაკლებად უფრო მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე საკუთარ რაღაც ალბათ გაგებულ რენომეს მე ესე მიმაჩნია. რა და რა ტიპის დისფუნქციები, სექსუალური დისფუნქციები არსებობს და აი რა არის მაგალითად ყველაზე ხშირი? ყველაზე ხშირი სოფლიოს მონაცემებით რა.
ქალებს შორის არის სექსუალური ლტოლვის, ლიბიდოს დაქვეითება და ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა ან გაძნელება, ან ორგაზმია. აი ეს ორი არის ყველაზე ხშირი. რაც შეეხება მამაკაცს, იქ ყველაზე ხშირი ასევე ორია რა. ერთი არის ნაადრევი ეკულაცია, რომელიც გაცილებით მეტ საწუყებს ვიდრე მომართავს ექიმს სხვათა შორის და ერექციული დისფუნქცია. აი ერექციული დისფუნქცია როცა ეწყება მამაკაცს, აქ მომართვიანობის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, იმდენად დრამატიული ხასიათის არის, რომ ისრისტეხით მირბის თვითონაც და მეუღლეც რა თქმა უნდა. ქალები და კაცები როგორ იხებენ ამ რაღაც გამოწვევებს, გამოწვევა დავარქვათ. სხვადასხვანაირად, აი თვითონ მამაკაცებში სხვადასხვანაირია. მაგრამ აი რო ვთქვათ, ესე იგი ტიპიურად ჩანს ახლა ქალის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არის ყოველთვის უფრო პრაგმატიული, ყოველთვის უფრო რაციონალური, შესაბამისად ამ საკითხსაც ისე უდგება რა. მამაკაცი კიდე რა თქმა უნდა დრამატიზებას ახდენს ხშირად და რა ვიცი ახლა იშვიათია, მაგრამ ზოგჯერ ეს ასე ვთქვათ ისე სახიფათო ფორმებსაც იღებს, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს და ასე შემდეგ. და მკურნალობა, შედეგი რომ მითხრათ, აი მკურნალობაც იყოს და შედეგი. აი ქალებს შორის, აი გვაქვს რაღაც დისფუნქციები. თუ არის რომ აი ქალებს შორის არის რაღაც დისფუნქცია, სადაც რთულია შედეგის მიღება და მამაკაცებში მარტივი. აი თუ არის ასეთი დისფუნქცია. არა, ეხლა რა არის, იცით, უნდა ცალ-ცალკე განვიხილოთ ქალისა და მამაკაცების სექსუალური დისფუნქციები და ქალის სექსუალურ დისფუნქციებში არის ნოზოლოგიური ერთეულები, ავადმყოფობები, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. და სამწუხაროდ მათ შორის არის ყველაზე ხშირი. აი ზუსტად ეს ლიბიდოს დაქვეითება და ანორგაზმია ყველაზე ხშირი ეგ არის და ყველაზე რთული სამკურნალო ეგ არის. არის სხვა ავადმყოფობები, რომელიც შედეგები რადიკალურად უკეთესია, მაგალითად ვაგინიზმი. რომელიც თითქმის, არ ვიცი, 100%-მდე, 90%-მდე მეტი დიდი ალბათობით ძალიან კარგად იკურნება. კაცებში? მამაკაცებში იგივე შეიძლება ითქვას, შედარებით რთული სამკურნალო არის საპირისპირო სიტუაციაა რა. შედარებით რთული სამკურნალო არის ისეთი შემთხვევები, რომელიც დაკავშირებული არის აი რაღაც სპეციფიკურ მიზეზებთან. ესე იგი, თუ ქალებში მაგალითად სექსუალური დისფუნქციების მიზეზი უფრო ხშირად უნივერსალური ხასიათისაა, ფსიქოგენური ხასიათისაა, ფსიქიკური აშლილობა ან რაღაც პიროვნული თავისებურება, ან ასეთი რაღაცა რა, აღზრდის თავისებურება და რაღაცა, ხო? მამაკაცებში ესე არ არის. მამაკაცებში ჭარბობს ორგანული მიზეზები, ესე იგი კონკრეტული რაღაცა ავადმყოფობა, რაც იწვევს დაუშვათ ერექციულ დისფუნქციას, დაუშვათ. მოდი ერექციულ დისფუნქციაზე გავჩერდით რა, ყველაზე დრამატიულ ფორმაზე. ხო და აქ ძალიან დიდი სხვაობაა. საზოგადოდ რო ავიღოთ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, მკურნალობა საკმაოდ მაღალეფექტურია ერექციული დისფუნქციისა, მაგრამ არის ისეთი ფორმები, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. შეიძლება ითქვას, ახლოს არის ინკურაბელურ, ძალიან ისეთ ფორმასთან, რომლის დახმარება ხშირად, ეთიმს აღარ შეუძლია. ეს არის მაგალითად ყველაზე ხშირად არის ისეთი ფორმები ერექციული დისფუნქციისა, რაც დაკავშირებული არის მცირე მენჯის ღრუში რადიკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებასთან. ეს არის რადიკალური პროსტატექტომია პროსტატის კიბოს გამო. ამ ოპერაციის დროს, ძირითადი პრობლემა არის რადიკალური მოშორება დაუშვათ ავთვისებიანი სიმსივნისა და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გარდაუვალი არის იმ ძალიან მნიშვნელოვანი ნერვული წონულების დაზიანება, რომელიც, სერიოზულ, ასე ვთქვათ, ეს დაზიანება სერიოზულ გავლენას ახდენს ერექციულ ფუნქციაზე. აი ეს ძნელი სამკურნალოა ძალიან. ასეთ დროს ეფექტური არის მხოლოდ ქირურგია. ქირურგიული ჩარევა, ფალოენდოპროტეზირება, ასოს პროტეზირება, ეს სხვა რაღაცაა და რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, მან შედეგი ნაკლები. არის კიდევ ქრონიკული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დაავადების დროს ერექციული დისფუნქციის მძიმე ფორმები. მოდი ჯერ ტრაუმებს გავუყვეთ, ხერხემლის ტრავმა, ზურგის ტრავმა, ეს ძალიან მძიმე ერექციული დისფუნქცია. აქაც მხოლოდ ქირურგიას შეუძლია რაღაც დაუშვათ.
დაეხმაროს ისეთი ერექციული დისფუნქცია, რომელიც მაგალითად გამოწვეული არის გაფანტული სკლეროზით მაგალითად რა. და არის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ერექციის დარღვევისა არის შაქრიანი დიაბეტი. ხო. შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული ერექციული დისფუნქცია საკმაოდ რთული სამკურნალოა, მაგრამ ეს უკვე გააჩნია ექიმის კვალიფიკაციას, იცით? ყველაფერს გააჩნია ექიმის. ხო, ასე რომ მე ვთქვა, რომ მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დროს მკურნალობის შედეგი არ არის, ეს ისეთი სისულელია არის და მშვენიერი არის, მაგრამ უნდა იცოდე როგორ უნდა უკურნალო, ეცით რა. როგორ სწავთ დიაგნოზის დასმის რა მეთოდები არსებობს და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა როგორ ხდება? ძალიან კარგი კითხვა, ძალიან კარგი. სექსოლოგიაში, საერთოდ მედიცინაში ყველაზე რთული დიაგნოსტიკაა, მაგრამ კლინიკური სექსოლოგია ეს არის მედიცინის ის დარგი, სადაც განსაკუთრებით რთულია დიაგნოსტიკა. რატომ არის რთული? იმიტომ არის რთული, რომ თუ ყველა აბსოლუტურად დანარჩენ, ასე ვთქვათ, მედიცინის დარგებში ძალიან დიდ როლს თამაშობს დამხმარე მეთოდები დიაგნოსტიკისა, ხო? როგორიც არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, როგორიც არის ინსტრუმენტალური მეთოდები, მაგალითად ენდოსკოპია, ხო, ენდოსკოპია, ლაპარასკოპია შემდეგ. როგორიც არის მაგალითად მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, ხო? მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია იქნება, სპეცსკანირება იქნება, თუ კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია და ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი სექსოლოგიაში არ მუშაობს. რა თქმა უნდა, როცა მიზეზი არის რაღაც ჰიპოგონადიზმი, აი რაღაც სექსუალური დისფუნქციის მიზეზია ჰიპოგონადიზმი, მამაკაცის სასქესო ჰორმონის დეფიციტი. ტესტოსტერონი. ახლა ტესტოსტერონის ანალიზზე ადვილად მივხვდები, რომ ეგ არის, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ერექციის დარღვევას ერთი მიზეზი არასოდეს არ აქვს. კომპლექსურია და შესაბამისად აი სხვა მიზეზებზე რომ მივა საქმე, არა, იქ უკვე ცოტა რთულია რა და ამიტომაც აი ესეთი კომპლექსური მეთოდი დიაგნოსტიკისა ზოგს გონია რომ არ არსებობს. არაფერი გამოვა, ანალიზი არ არის. ეხო არაფერს არ აჩვენებს, ხო არ აჩვენებს, ხო რა უნდა აჩვენოს ახლა, ეხო უნდა იმან MRT-მ და იმან, აფსაც არ აჩვენებს. ხშირად ტესტოსტერონი ნორმაზე მეტია, კარგად აქვს, ხოშიანად აქვს, მაგრამ მაინც არის ერექცია მძიმედ დარღვეული და ლიბიდო სხვათა შორის დაქვეითებული. ასე რომ ის რომ დავუშვათ მხოლოდ ლაბორატორიულ მეთოდებზე გააკეთო, კი, გვეხმარება ლაბორატორიული მეთოდი, მაგრამ ის არ არის ძირითადი. არის ესეთი უნივერსალური მეთოდი, რომელსაც უნდა ფლობდეს ყველა, მე ვიტყოდი ესე, მაღალ კვალიფიცირებული სექსოლოგი და საერთოდ მიმაჩნია, რომ სექსოლოგიაში და კლინიკურ სექსოლოგიაში უნდა მუშაობდეს მხოლოდ მაღალ კვალიფიცირებული სპეციალისტი. ეს ყველა სხვა სპეციალობასაც შეეხება. და ეს მეთოდი, უნივერსალური მეთოდი არის სექსოლოგიური ანამნეზის შეკრება. სექსოლოგიური ანამნეზი ეს არის პაციენტის გამოკითხვა აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც არის დაკავშირებული სექსუალურ ფუნქციასთან. დაწყებული ცხოვრებაში პირველი სქესობრივი აქტიდან, იმის ხარისხიდან, დაწყებული დაუშვათ აი აღზრდის თავისებურებებიდან, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად სექსუალური დისფუნქცია უშუალო კავშირშია აღზრდის სპეციფიკასთან. განსაკუთრებით ფსიქოსექსუალური განვითარების რეტარდაციის შემთხვევაში ხშირად იწვევს სექსუალურ დისფუნქციებს ესეთი ფსიქოსექსუალური განვითარების შეჩერება. ესე ძალიან კარგად მიწერია ჩემ წიგნში სხვათა შორის სამედიცინო სექსოლოგიის და ფსიქოსექსოლოგიის ნარკვევები. იყიდება სხვათა შორის. სექსოლოგიური ანამნეზი აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს. ბატონო სურა, არის თუ არა ნორმალური, ან ნორმად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აი დროებით დაკარგვა სექსის მიმართ რაღაც ცურვინის, აი დროებით რა დაკარგვა მაგალითად, თუ ამ დროს უკვე დავიწყოთ განგაში. არც დროებით არ უნდა დაეკარგოს და არც მუდმივად. სექსის სურვილი სექსუალურად აქტიურ მამაკაცში და ქალში უნდა იყოს ყოველთვის. როდესაც უკვე ხდება ასაკობრივი, ამას უწოდებთ ჩვენ სამედიცინო ენაზე ინვოლუციური ცვლილებები.
მაშინ ეს ხდება, ასე ვთქვათ, თანდათანობით, ნელა-ნელა, ასე ვთქვათ, დაკარგვა ინტერესისა და ანუ ორგაზმის ვერ მიღწევა ხო სულ ყოველ არა, ორგაზმზე აქ არ არის ლაპარაკი, აქ არის სექსუალური ლტოლვის, ასე ვთქვათ. და მეორე საგანგაშო არის თუ არა, ყოველთვის ქალი ვერ აღწევს. საერთოდ საგანგაშო არის ყველაფერი, საგანგაშო ორგაზმის დარღვევა ქალებში, ტკივილის სქესობრივი აქტის დროს. არა, სრულიადაც არა. აი, ამიტომ არის ზუსტად სქესობრივი განათლება აუცილებელი. იმისათვის რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, მიხვდეს, აი მაგალითად, რამდენიმე სექსი ქალმა მიაღწია ორგაზმს და ერთხელ არ მიაღწია და არ იქა მე მაგ ორგაზმი არა აქვს. იმიტომ რომ ქალი ხან აღწევს, ხან არ აღწევს ორგაზმს, მამაკაცისგან განსხვავებით, სექსის დროს. ქალს სექსი შეუძლია, მაგრამ ორგაზმს ხან აღწევს, ხან არა. მამაკაცი თუ სექსს ატარებს, ორგაზმს აღწევს ყველა შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა არ არის პათოლოგია. ხო, და ქალის შემთხვევაში სულაც არ არის პათოლოგია, უბრალოდ ახლა ხასიათზე ვერ არის. პარტნიორმა სათანადოდ ყურადღება არ მიაქცია, თხოვნა არ შეუსრულა. ხო. ქალის თხოვნის არ შესრულება არ შეიძლება. რაიმე ნორმა თუ ამას მოყვება მე თავის ტკივილი სექსის წინ. ნუ რა ვქნათ ახლა? ან ასე ორგანიზმი. მე მაინტერესებს კი ბატონო, თუ არსებობს რაღაც ასაკის მიხედვით რაღაც სექსუალური ნორმები, რომ ამ ასაკისთვის ეს უკვე ნორმა, ამ ასაკისთვის ეს უკვე ნორმა არის. ნუ ახლა ნორმა და პათოლოგია საერთოდ პირობითია ძალიან. ეს დამახასიათებელია, ესე იგი პარტნიორების თქვათ ესე, ნუ ცოტა მოძველებული ტერმინია, მაგრამ გასაგები ტემპერამენტზე, ხო? და შესაბამისად, აქ შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ რაღაც საშუალო სტატისტიკურ რაღაც მონაცემზე. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ნორმის ფარგლებზე რა და მე ვფიქრობ ახალგაზრდა ასაკში, შედარებით ახალგაზრდა აქტიურ, სექსუალურად აქტიურ ასაკში ვფიქრობ კვირაში 2, ასე ვთქვათ, სქესობრივი აქტი სრულიად საკმარისია, თუ არის მეტი კი ბატონო. ნაკლებიც შეიძლება ახლა თუ მაგალითად მაინც და მაინც არ იკლავენ ცოლ-ქმარის სექსზე თავს, სხვა უფრო ამაღლებული ინტერესები აქვს, კვირაში ერთხელაც შეიძლება. ხო. მაგრამ კვირაში ერთხელ ეს უკვე არ არის ხშირი სექსი. და თავისთავად სექსი სასურველია იყოს რეგულარულიც და ამავდროულად ხშირიც, რომ იყოს ჯანსაღი, ასე ვთქვათ, სქესობრივი ცხოვრება მთლიანად, სქესობრივი ჯანმრთელობა იყოს მაღალ დონეზე. ხო. ხშირი არ არის, მაგრამ ახლა კვირაში ერთზე ნაკლები თუ არის, ეს უკვე იშვიათია და რა ვიცი, ახლა ყოფილა ესეთი შემთხვევა, აღუწერიათ ლიტერატურაში ესეთი შემთხვევა, რომ განსაკუთრებით მამაკაცებს ახასიათებთ ეს. რომ აი მე სექსი მაქვს 8-9 თვეში ერთხელ და მშვენივრად მაკმაყოფილებს რა. არ ვიცი ესე იგი მას აკმაყოფილებს ეთქობა, მაგრამ მის სექსუალურ პარტნიორს ცოტა ეჭვმება მაკმაყოფილებს. აი, როდესაც სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ, აი ეს მე როგორც ვიცი, რაღაცა მოქმედებს, ხო? თუ კი არ არის რეგულარული ან რაღაც ჯანმრთელობაზე აიცახო და ეს არ მითი. იცით რა, ჯანმრთელობაზე შეიძლება ესე უშუალოდ არ მოქმედებდეს, მაგრამ ეს ესე იგი ნიშანია, სიგნალია იმისა, რომ რაღაცა ესე იგი ვერ არის რა. შექსპირის იმას გამოთქმას თუ გამოვიყენებ, something is rotten in the kingdom of Denmark. ესე იგი რაღაცა ვერ არის წესრიგში დანიის სამეფო. არაჯანსაღ სექსუალურ კავშირს რას უწოდებთ? აი არაჯანსაღი გაქვს რა არის არაჯანსაღი? რატო უნდა იყოს არაჯანსაღი? არა, არ უნდა იყოს არა. ხო არის რომ ვიღაცა წვილს აქვს არაჯანსაღი? რას ნიშნავს? რას ნიშნავს? მე თქვენ გეკითხავთ, თუ კი გიხმარებთ თქვენსაც ეს ტერმინი არაჯანსაღი? ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს არაჯანსაღი სექსი. ეს ტერმინი ჩემთვის გაუგებარია. სექსი არის ყველა ჯანსაღი და კარგი თუ ეს არის, ასე ვთქვათ, სასიამოვნო ორივე პარტნიორისთვის. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი მისაღები და სასიამოვნო, მისაღები და სასიამოვნო. ანუ არაჯანსაღს ალბათ იმას გულისხმობენ. რა გახედულობაში? ხო, გამიგია ესეთი რა გახედულობაში მითხარი? რატო არ მეუბნები? არა, გეუბნები და იმას ხوار გულისხმობენ, როდესაც რაღაცა პრობლემები ამას ხوار ეძახიან არაჯანსაღს. რაღაცა ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთს ან რა. არა, ეს რა არის? ეს არ არის არაჯანსაღი სექსი, ეს არის უბრალოდ პრობლემა, რომელიც გაჩნდა. ანუ ორგაზმის პრობლემა ქალებში, ერექციის პრობლემა მამაკაცებში, ეაკულაციის პრობლემა მამაკაცებში და ასე შემდეგ. რატო?
არაჯანსაღი არა, აქ არის ესე იგი პრობლემური სექსი. მე ესე ვიტყოდი რა, არაჯანსაღი სექსი ესე. არა, ხო, არც უნდა გამოვიყენთ ეს ტერმინი. არა. აი რა შეიძლება გამოიწვიოს აი არასასურველმა სექსუალურმა ურთიერთობამ, სადაც ვერ იღებს ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. დისტრესი ქვია მაგას. ეს არის ესე იგი შეიძლება ძალიან ინტენსიური არა, მაგრამ აი მუდმივი ტრავმა, რომელიც მატულობს და ესე იგი რაღაცნაირად ხდება მისი კუმულაცია, დაგროვება, რომელიც შეიძლება აისახოს მერე, ასე ვთქვათ, ფსიქიკურ აშლილობაში. ოკეი. აი რაც შეეხება ახლა განათლებას, ან სექსუალურ განათლებაზე, რა ვთქვათ, ორი სიტყვა. ზოგადად რაღაცა მშობლებით თითქოს დუმილს ირჩევენ ხოლმე შვილებთან მიმართებაში და რაღაცა არ ხდება ოჯახიდან თუნდაც ამ მხრივ ჩართულობა, რომ რაღაცა შვილებს მიაწოდონ ამიმართულებით განათლება ასევე სკოლებში, უნივერსიტეტებში, ანუ არც ერთ ამ რგოლში არ არის სექსუალური განათლება. კი ბატონო, საქართველოში რადგან არის უფრო მძიმე, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოში ესე იგი ჩვენ როგორ ვიცით, ჩვენ ვიცით რაღაცა თემა ხდება პოპულარული, ვიცით ბევრი ლაპარაკი და იმ ლაპარაკის იქით საქმე აღარ არის. ეს ძალიან დამახასიათებელია ჩვენი, ასე ვთქვათ, რეალობისთვის, თუ გნებავთ ჩვენი მენტალობისთვის. ხო. ეხლა საქმე რაშია, იცით, აი როცა ოჯახიდან სწორად დაიწყე შეძალიან, ესე იგი აი ოჯახს მე ვიტყოდი, რომ აი ყველაზე ნაკლები პრეტენზია მე მექნებოდა ოჯახისადმი. იმიტომ რომ როცა ჩვენ ვთხოვთ ოჯახს რომ მიაწოდოს სქესობრივი განათლების რაღაცა საფუძვლები არა, ხო? თავის შვილებს, ხო, მოზარდებს სიტყვაზე. მათ უნდა კონდეთ თვითონ ეს განათლება და როცა არა აქვს რა მიაწოდო. კი ბატონო. ახლა რა არის, იცით, აი ჩვენ დღეს რა არის ყველაზე ესეთი კარგი ნარატივი, იცით, აი ასე ვთქვათ, თუ ადამიანი იხშობა, ესე იგი ადამიანის პრობლემა, ადამიანისა, რომელიც ჩავარდა წყალში და იხშობა, ეს მისი პრობლემაა, როგორც უნდა ესე გამოცუროს. არც სამაშველო სამსახური, არც რაღაცა დაუშვათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არც რაღაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დღეს ჩვენი სახელმწიფო აბსოლუტურად აკეთებს დისტანცირებას ყველაფრისგან. ამ პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო ჯერჯერობით არ გრძნობს. არც უგრძნია არასოდეს ყოველ შემთხვევაში ბოლო რაც ვარსებობთ დამოუკიდებელი ახლა საბჭოთა კავშირის მე მაღაზე ლაპარაკი ახლა მიმაჩნია ზედმეტი უადგილო. არის ხო საქართველოს სახელმწიფო უკვე 34 წელი დამოუკიდებულია და აბსოლუტურად ესე იგი არანაირი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით რაც ქვია სქესობრივ განათლებას მე არ შევიმჩნევია. რა საკიდან უნდა ვისაუბროთ ბავშვებს უკვე სექსუალურ როგორც კი გამოჩნდება ინტერესი. ბავშვის მხრიდან და ბავშვის მხრიდან, რა თქმა უნდა. თუმცა რა თქმა უნდა, ასევე ფრთხილად, ასევე ტაქტიანად დედამაც და მამამაც უნდა აუხსნას რაღაცები, ხო? რატომ აქვს მაგალითად ჩემ ძმას ჭიჭუნა და მე არა მაქვს. აი ყველაზე ტიპიური სულელური ახსნა, ბაბუ მოაჭრა. ამ მესაიდან გავჩდი. კომპოსტოში გიპოვეთ, წერო მოგიყვანა და ასე შემდეგ. ახსნა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რელევანტური, რომ ბავშვმაც გაიგოს და ესე იგი იყოს რაღაცა სიმართლესთან ახლოს. მე სკოლაში ბიოლოგიას რო გავდიოდი, რაღაცა რაც იყო მაგას გადადიოდი მაგრამ რაც. რა თქმა უნდა, რა თქმა არის ცოდა რა ელაპარაკა, რაც არ იცოდა რა ელაპარაკა. ხო. აი ეს არის ტიპიური და მე ვფიქრობ, რომ აქ ოჯახის პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ იგივე მე დარწმუნებული ვარ, რომ მშობლების დიდი ნაწილი საქართველოში, არ იქნება წინააღმდეგი, მაგალითად, თუ იარსებებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რაღაცა პატარა თუნდაც ხანმოკლე ტრენინგ კურსები, სადაც ისინი მიიღებენ მშობლები, მსურველები, რა თქმა უნდა, ხო ძალით ახლა. ხო. საბჭოთა კავშირი ხო არ არის. საბჭოთა კავშირი ძალით მკურნალობდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ძალით მკურნალობა დღეს. ძალით მკურნალობა შეგიძლიათ წარმოგიდგინოთ პოლიციის ძალით. აი ესე იყო მაშინ. მე მუშაობდი მაშინ და იცი ეს ჩემი თვალით მახნახული. წარმოუდგენელია ეს მსურველები, მე ვფიქრობ ბევრი იქნება, მაგრამ არანაირი აი არც ერთი ნაბიჯი მიუხედავად ჩემი მრავალრიცხოვანი მოწოდებისა, ხო?
ხშირად გამოვდივარ ეხლაც ტელევიზიაში, ყოველთვის ვამბობ ხოლმე. ჩემი ხმა რჩება ხმად ღაღადისა უდაბნოსა შინა. ხო და გასაგებია, როცა სკოლები თუ არიან აქტიურები. სკოლა საერთოდ არ ინტერესდება მაგითი. დღევანდელი ჩვენი სკოლა, მე ესეთი შტაბეჭდილება მრჩება. საერთოდ არაფრით არ ინტერესდება. სექსუალურ ძალადობასთან თუ არის კავშირში ეს ჩვენი სექსუალური განათლების არარსებობა? რა თქმა უნდა. სექსუალურ ძალადობასთან პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ საქართველოში ეს სექსუალური ძალადობის ის შემთხვევები, რაც ხშირად მიძახიან გადაცემებში და ხშირად მიიღია მონაწილეობა. არა, მომატებულზე როგორ ვიტყვით, იცი, არასოდეს არ იყო ცოტა. ხო, ცოტა არ იყო კი. არასოდეს არ იყო და უბრალოდ რა არის, იცით, ესე იგი, აქ არის ესეთი რაღაცნაირი მოდელი რა, ესეთი მოდელი, აი, ქართული ოჯახის მოდელი. ცოლი არის ქმარის საკუთრება. არ ვიცი, შეიძლება რაღაც არქაულ საზოგადოებაში ესე ითვლებოდა და რა ვიცი ახლა, ქმარი ფლობს სოლს რა. მაგრამ მე ერთი რამე არ მესმის დღევანდელ 21 საუკუნეში განქორწინების მერე რა უფლება აქვს ქმარს ქალზე. ბავშვებზე რა თქმა უნდა, ეს მისი ბავშვებია, მას აქვს უფლება რაღაცა დრო იყოს და ამას კანონი არეგულირებს ახლა, რა პრობლემა არა. არც დედა არ არის წინააღმდეგი, რომ მამა ბავშვებთან რაღაცას აკეთებდეს კაცო. მე ეგეთი ჯერ არ მინახე. ხო და აი, რატო ხდება მკვლელობა? ესე იგი, გაშორებული ცოლ-ქმარი, ქალმა პარტნიორი ან ვიღაც საქმრო გაეჩინა, ეს მიდის და კლავს, არა ეს ჩემი ცოლია. საიდან არის შენი ცოლი? არასრულ წონებს შორის სექსუალური ძალადობა სხვადასხვა ბოლო პერიოდში მესმის ძალიან ბევრი. არის კი, ან რა არის არასრულწლოვანი? გვანც არასრულწლოვანი ეს არის სარკისებური გამოსახულება უფროსისა რა, რასაც უყურებს რა ოჯახში, იმას აკეთებს რა. ხშირ შემთხვევაში, თუმცა ყველა იმას აკეთებს, ხო? პორნოგრაფია ხშირად არის ამ ბავშვებისთვის რაღაც პირველ წყარო, ანუ არ არის განათლება სექსუალური, არ არის არაფერი. ხელმისაწვდომია, სამწუხაროდ ხელმისაწვდომია. რა პრობლემები შეიძლება ამან გამოიწვიოს, ანუ რა თქმა უნდა, ახლა რა თქმა, კარგი არაფერი არ არის, ესე იგი, როდესაც ესე ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი და უკვე არამდგრადი ფსიქიკის მქონე ძირთად მოზარდებში. რომელთვისაც აგრესია არის დამახასიათებელი, ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ხა პატარა ვერაფერი იგებდა, ხედავს. კი ბატონო. მაგრამ აი მოზარდებში არ არის ასული. რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, რეგლამენტაცია ამ პორნოგრაფიისა ვერ ხერხდება. აი, ვერ არის. თანამედროვე ტექნოლოგიები, ასე ვთქვათ, გადალახვადია. ხო და ახლა ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს. რა იყო საბჭოთა კავშირის დროს? უყურებდნენ კინოფილმს, დაუშვათ ესეთი კინოფილმი იყო სილვია კრისტელი რო თამაშობს, ემანუელი. ცოტა ეს ეროტიკული ფილმი დღევანდელი გადმოსახედიდან ეს არის ალბათ პირველკლასელების საყურებელი, ხო? ხო და რომელიღაც ოჯახში შეკრებილია ბევრი, ახლა ვის ჰქონდა მაშინ ვიდეო მაგნიტოფონი საბჭოთა კავშირის დროს, 10-15 კაცი უყურებენ ამ ემანუელს. მილიცია, რომელსაც ეთყობა მეტი საქმე არ ჰქონდა, ესე იგი იგებდა თავისი ოპერატიული მსტოვრების საშუალებით ვიდ იყო იქა, რომელი ბინა რაღაც მივიდოდნენ, გათიშავდნენ დენს, ვიდეოკასეტის ამოღება შეუძლებელი იყო და პირდაპირ იყო გამზადებული მხილება და ერთი წელი ციხე იყო თუ გამასწავლებელი სამუშაოები ოჯახის პატრონისთვის, ვისიც იყო ვიდეომაგნიტოფონი და ვინც აკეთებდა დემონსტრაციას. დანარჩენებსაც ალბათ ჯდიდნენ, რა ვიცი, ჯარიმები სამსახურში წერდნენ ხოლმე მთელი ამბავი, ხო? ეს ითვლებოდა პორნოგრაფიად და მე პორნოგრაფიას ექსპერტიზას აკეთებდნენ და რა არის პორნოგრაფია? შიშველი კაცის და ქალის, ასე ვთქვათ, ერთად ყოფნა. ეს პორნოგრაფია იყო. არა და პორნოგრაფია ეს მიღებული ფორმაა, მხოლოდ მაშინ არის, როდესაც სასქესო ორგანოები ფიგურირებს ვიზუალურად. ხო. აი ეს არის. ისიც სასქესო ორგანოები ისე კი არა, რომ აი მაგალითად ენდი უორჰოლი იყო და იყო ბევრი, ასე ვთქვათ, ეროტიკული ერეგირებულ ასოს ხატავდნენ, ფოტოს უღებდნენ. ეროგირებულ საშოს ეს არ არის პორნოგრაფია.
მაგრამ საქმეში როცა მაშინ რა უნდა ახლა ამის გაგებას და გააგებინე ახლა ჩვენ ტრადიციულ მოაზროვნეს საზოგადოებას. ამიტომ ყოველთვის ისმის ეს რაღაც აღვძალოთ პორნოგრაფია და შემოვიღოთ ისევ საბჭოთა კანონი. ალბათ შემოიღებენ. არა, იმედი არ შემოიღებენ. ხო, და არა და პორნოგრაფია ზოგჯერ უნარშეზღუდული ადამიანისთვის, რომელსაც უკვე აღარ შესწევს უნარი. ეგ უკვე სხვა დაუშვათ მიიღოს სქესობრივი დაუშვათ დაკმაყოფილება. ერთადერთი საშუალებაა რაღაც დაუშვათ. ეს ხო არის ადამიანის უფლებაა რა. არა, ცხადია კაცო. და პორნოგრაფიას აქვს გარკვეული სამედიცინო დატვირთვაც. მართლა? რა თქმა უნდა, ესე იგი განსაკუთრებით მამაკაცებში ეს იწვევს სექსუალური, ასე ვთქვათ, აგზნებადობის მომატებას. რაც ამოცანა არის ერთ-ერთი მკურნალობისაგაც. რა საუბარია? ნუ ახლა მამაკაცის სამწუხარო ის არის, რომ ქალისთვის არ არის მიზიდველი პორნოგრაფია, მას გონია რომ მე თუ მომწონს, იმასაც მოსწონს. ვერ ხვდება რომ ქალის სხვა არის, კაცის სხვა არის. გასაგები. ბატონო ზურაბ, შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. განვიხილეთ ყველანაირი პრობლემა და ამოსავალი სადღაც. აი რა რჩევას მისცემთ თქვენ მშობლებს, მოზარდებს სახელმწიფო მკითხები. და სახელმწიფოსაც. დავიწყებს ჩემი, ესე იგი, საყვარელი სახელმწიფოთი. სახელმწიფოს არაფერ რჩევას არ ვაძლევს. სახელმწიფო აქეთ უნდა აძლევდეს რჩევას ადამიანს. ხო. და სახელმწიფოს როცა აძლევს რჩევასა რა, სახელმწიფო უნდა გისმენდეს. ჩვენი სახელმწიფო ჩვენ არ გვისმენს. არც ექიმებს, არც არ არის. უსმენს თვითონ თავის თავს და კიდევ ვისაც საჭიროა სხვაგან. ამიტომ არაფერს არ ურჩევ მე მათ. რაც შეეხება მშობლებს, მე მშობლებს ურჩევ პირველ რიგში, რომ სქესობრივი განათლება აიმაღლონ. ისეთი საშუალებით მაინც რახან არ აკეთებს ამ ტრენინგებს სახელმწიფოთო ეს ჩემი წიგნი მაინც წაიკითხონ. ამ ინტერნეტში ფსიქიკური ავადმყოფების ბლოგებს და არაკომპეტენტური ადამიანების ჩრიტინს მაპატიე სხვანაირად ვერ დავარქმევ რა. იმიტომ რომ სექსზე საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარებოდა და მე დიდი სპეციალისტი ვარ. რა სპეციალისტია ერთი სად დასპეციალდა ეხო არავის არ აინტერესებს. აი ესე ვიტყოდი რა, მადლობა ღმერთს არსებობს ხო ესეთი რაღაცეები? ხო. თუ ასე ძალიან უნდა მაგალითად სამეცნიერო ლიტერატურას გაეცნოს მაშინ. მე ვარწმუნებ რომ ჩემი წიგნი ძალიან გასაგებ ენაზეა დაწერილი. კი ბატონო, მოზარდებს რა ურჩიეთ? მოზარდებს ესე იგი მე ურჩევდი იცით რას? რაღაცნაირად გაგებით მოეკიდონ და ტოლერანტულები იყვნენ უფრო რა, მშობლების მიმართაც და ერთმანეთის მიმართაც. კი ბატონო. მე მესმის რომ ძიმეა საერთოდ მოზარდის ხვედრი, აგრესიულია, სოციალური პრობლემები ბევრი აქვს. ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდ გამოწვევებს აწყდება ამ მიმართულებით, მაგრამ ადამიანი უნდა ეცადოს ყოველთვის რომ იყოს ორიენტირებული პოზიტივისკენ, სიკეთისკენ, განსაკუთრებით მშობელთან და თანატოლთან. რა თქმა უნდა უმცროსებთანაც რა. კი ბატონო. აი ამას ურჩევდი და რა თქმა უნდა მე მიმაჩნია რომ ჩვენი მოზარდები იმსახურებენ იმას რომ მიიღონ მინიმალური განათლება მაინც ასე ვთქვათ სქესობრივ ცხოვრებაზე. იმსახურებენ მაგას და მათ აქვთ მაგის უფლება. და მე მაგალითად აი მოწოდებას ყველასადმი, მოზარდებისადმი, ბავშვებისადმი, მოზრდილებისადმი, პენსიონერებისადმი, მეც პენსიონერების თაობაში შევდივარ, დავასრულებდი ერთი სიტყვით. ერაბ კოსტავას სიტყვებით. ვიყვარდეს საქართველო და არა ჩვენი თავი საქართველოში. მეც ჩემი მცირედი, კი არა და მცირედი ცოდნი და სექსუალური. არა, შენ ძალიან ბევრი რამე იცი, მანცა გენაცვალე. ნება მე ამიტომ უზომოდ პატივს გცემ. ნასავა, ძალიან დიდი მადლობა. მინდა რა ვიცი, ყველას მომწოდა რომ რაღაც სექსუალური პათოლოგია არ არის განაჩენი, როდესაც გაქვთ. ამიტომ დროული ჩარევით მოგვარებადია ყველა. 21 საუკუნეა, 21 საუკუნეა ჩვენ ძალიან წინ წავედით. სასირცხვილოდ არაფერი არ არის და ჩემ მეგობრებო დროულად მიხედეთ პრობლემას. მიხედოთ თავს. კი ბატონო. მიხედოთ საყვარელ ადამიანს. გავხდნენ ერთმანეთს და ჰარმონიულად გამრავლდნენ და ამით მიხედონ ქვეყანას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გაიხარე. ნუ მოკლედ გამოყევით YouTube არხზე, იქ subscribe არის და გამოგვიწერეთ და მადლობა რომ ჩამოჯექით ჩვენთან ერთად.
Ciao, ciao.